მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი ველისიხელი გიორგი ბეროშვილი წოლჟიმის დისციპლინაში ქამრის მფლობელი გახდა. ასაკის მიუხედავად იგი ჯერ კიდევ განაგრძობს წარმატებულ მოღვაწეობას. 100 კილოგრამ ტონით კატეგორიაში მივიღე მონაწილეობა და მოვიგე როგორც ტონით კატეგორიაში, ასევე აბსოლუტურ ჩათვლაში. დაახლოებით 30 კაცზე მეტი იყო ჩემს სახეობაში და შევძელი რომ მომეგობრე შეჯიბრე მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 40 დღეზე ცოტა მეტია გასული, რაც მარჯვენა ხელზე კუნთი გავიწყვიტე, მაგრამ მაინც გავაგზავნე მზადება, რადგან ქამარი იყო ვიცოდი ამ შეჯიბრზე გათამაშებაში და მინდოდა რომ ეს ქამარი აუცილებლად მომეგო. რადგან დაახლოებით 80 შეჯიბრზე მეტი მაქვს მოგებული კარიერაში და ქამარი არასოდეს არ მომიგია. ეს ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ სპორტის სახეობაში აქამდე ქამრები არ იყო გათამაშებაში. მოგეხსენებათ მედლებია, თასებია, მაგრამ ქამარი არასოდეს არ ყოფილა და ბოლო ეს 1 წელია, რაც დაიწყეს ქამრების გათამაშება და მიხარია რომ შევძელი აღნიშნული ქამრის მოგება. აქვე მინდა დავამატო, რომ ჩემი შვილი გამოდიოდა აღნიშნულ შეჯიბრზე და ჩემზე მეტი медаლი მოიგო, 3 პირველი ადგილი აიღო სხვადასხვა წონით კატეგორიაში და სახეობებში. ასევე კახეთის სახელით მონაწილეობდნენ ალიკა სომხიშვილი და ბექა მელიქაძე, რომლებმაც წარმატებით იასპარეზეს და შევძელით კახეთის ღირსეულად წარმოჩენა ამ შეჯიბრზე.